1992 წლის სიტივ რომელიც საქართველოს მაისის მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გენერალური რეპეტიცია, სადაც განხორციელდება დეტალების დაზუსტება შეთანხმება, რაც შეეხება მთავარ ღონისძიებას. 26 მაისს საქართველოს 21 ქალაქში გაიმართება თავდაცვის ძალებისში არსებული შეიარაღებისა ტექნიკის გამოფენა, სადაც მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა რომ ნახონ შეიარაღება და აღჭურვილობა. მთავარი ღონისძიება გაიმართება თბილისსა და 5 ლოკაციაზე, სადაც ახალწეულები დადებენ სამხედრო ფიცს და გადანაწილებიან თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში. მინდა სიამაყით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საწყის საბრძოლო მომზადების გავლის პერიოდში ახალწეულები გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციითა და მონდომებით, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ახალწეულების 60%-ზე მეტი თავისუფლებით გამოცხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ფიცის დადების შემდეგ ახალწეულები შემოუერთდებიან თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს. ძირითადად წარმოდგენილი იქნება დიდგორის სხვადასხვა მოდიფიკაციის ჯავშან ტექნიკა, ასევე საარტილერიო და აირსაწინააღმდეგო სისტემები. ჩვენთვის წვრილმდებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან უერთდებით თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს და ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო არის 26 მაისს დევთ ფიცს მთელი ქვეყნის წინაშე. 1 იანვრიდან შეიცვალა კანონმდებლობა და გადავწყვიტე, რომ გამელო BCT კურსი და ჩემინებით ჩავეწერე თავდაცვის ძალების რიგებში. მოტივაციას მაძლევს აქ შეკრებილი ხალხი და ის ისტორია, რაც აქვს ჩვენ ქვეყანას. და ის ხალხი ვინც იბრძოდა ამ ქვეყნისთვის. რამდენიმე წელი არის ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ფიცი იბება საქართველოს კულტურის, არქიტექტურის ძეგლებთან, რომლებიც გამორჩეული არის საბრძოლო დიდებით. მე მინდა კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო ჯარს, რომ მე მაქვს ეს პატივი და მაქვს ყველაზე საამაყო რამ, რომ უკვე მე რამდენი წელია ვმუშაობ ქართულ ჯართან ერთად და ჩვენ ერთად უკვე რაღაც ისეთი ტრადიცია შევქმნით, რაც გონია რომ დიდი ხანი მოდიოდა და